სვეტიცხოვლის ისტორია და კავშირი ქრისტეს ჯულთან ზღაპრულ ლეგენდას გავს. იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები, ელიოზ მცხეთელი და ლუნგინოს კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას და მწუხარებისგან იქვე დაულებია სული. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს. საბოლოოდ ეს საოცარი სიწმინდე ელიოზს ხვდა, რომელმაც მცხეთაში წამოიღო. მას თავისი და სიდონია ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან. კვართი გამოურთმებია, მკერდში ჩაუკრავს და დედის მსგავსად ღრმა ძირს მისცემია. ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერგს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრი უცდიათ მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ. სიდონია კვართითვე დაუკრძალავთ ლიბანის ნაძვებთან. რამდენიმე წლის შემდეგ ადერგის შვილიშვილს მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია, უეცრად დაბრმავებულა. შემდეგი სასწაული მოგვიანებით ხდება. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას და ქართველი ერის გაქრისტიანებას უკავშირდება. უფლის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძელთაგან კედლები და აღმართეს 6 ბოძი. ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მე-7 სვეტს მიუხედავად ბევრი წყვალებისა ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძადნენ. სვეტთან წმინდა ნინო ხელგამპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქარწული მის წინაშე პირქვედ დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცა დაღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახით შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა. იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხემოკვეთეს და მიწიდან 2 წყრთაზე გაჩერდა. სვეტიცხოველს მრავალი სასწაული მოუხდენია, რასაც ხალხი აუფორიაქებია. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას, აღდგინებისაგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოვლის მადლი. მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელი ცხოვლის ნაწილი, სამშჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხვნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინო მან უგეშა. უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა. მის ბაღში დაკრძალული იყო უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი. მირიანის ვაჟს რევის მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტიცხოვლის საბურველისგან არ განწარცვონ და არ მოიპარონო და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო 12 მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწევს მე-10 საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი პირველის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. სვეტიცხოვლის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. ეს მაცოცხლებელი წყარო სავარაუდოდ შაჰ-აბასის შემოსევებისას უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხყვია ტაძარი. შაჰ-აბასის პაპამ შაჰ-თაუმაცმა როცა იბერია დალაშქრა, ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადააქცია. აი სწორედ მას შემდეგ შეწყდა მირონის დენა.